ესეც დამღლელი სამუშაო დღის ბოლო. მივდივარ რომ გამოვიწერო პროდუქტები რესტორნისთვის. შესვენების დრო როგორც ყოველთვის ეხლაც არ მაქვს. ეს გახლავთ რესტორნის უკანა მხარეს, სადაც მაცივრებია განთავსებული. სულ ბოლოში გახლავთ საყინულე, შემდეგ ბოსტნეულის მაცივარი, თივი სამზარეულოს მაცივარი და ესეც ცხელი სამზარეულოს მაცივარი. გვერდზე კი არის მშრალი პროდუქტების შესანახი ოთახი. ჩემთვის ერთგვარი თერაპია, ასე რომ ვთქვათ, ყავის სმა ამ დროს. ეს საქმე მოიცავს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, რომ რესტორანმა შეძლოს სრულყოფილად მუშაობა, როგორც საჭიროა ისე. რა თქმა უნდა, ხარვეზების გარეშე. ხუთშაბათობით განსაკუთრებით მძიმე დღე არის, რადგან ვიწერ იმდენ საქონელს, რომ რესტორანს ეყოს პარასკევი, შაბათი, კვირა, ორშაბათამდე. ეს არის საქმე, რომელიც მოითხოვს ძალიან დიდ ყურადღებას და პასუხისმგებლობას. ესეც ბოსტნეულის მაცივარი, სადაც ასევე დეტალურად ვწერ და ვანგარიშობ თუ რამდენი ხილია და ბოსტნეული საჭირო. შემდეგ შევდივარ, რა თქმა უნდა, საყინულეში, სადაც -20 გრადუსია ტემპერატურა. კვების კანონმდებლობის თანახმად აუცილებელია სპეციალური ჟაკეტის ჩაცმა, რომელიც გიცავს ყინვისაგან და შემდეგ ვინაცვლებ უკვე მშრალ საცავში. იმდენად დიდია პროდუქტების სია, რომ დაახლოებით დამჭირდა საათნახევარი მთლიანი რესტორნის პროდუქციის გამოწერისთვის. მაგრამ როგორც ხვები იტყვიან ხოლმე, მე ხომ ყველაფერი შემიძლია.